გელით ახლო მომავალში მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ვნახოთ აბა რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით. ვარიანტი გვექნება სულ 2. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც დავამატებთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. თქვენ რა გელოდებათ? თასების 5-იანი. რატომ მოიწყინეთ მეგობრებო? ნახეთ, აქ იცით როგორ სიტუაციას ხედავთ. თითქოს ცოტათი ხართ ესეთი მოთენთილი, მოწყენილი, დაგრუზული ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ხო? მაგრამ ამავდროულად მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები შეიძლება არ გსიამოვნებდეთ, რაღაცეები შეიძლება გწყინდეთ, მიუხედავად ამისა, თქვენს რეალობაში არის რაღაც საკმაოდ სასიამოვნო პერსპექტივები, რაღაც საკმაოდ სასიამოვნო მომენტები, სასიამოვნო სიტუაციები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ენერგიით აღგავსონ. მე უფრო ვიტყოდი იმას, რომ აქ თქვენ დასვენება გჭირდებათ, პირველი ვარიანტი დასვენება. ნახეთ, შრომის მოყვარე ხართ ძალიან ბევრს მუშაობდით თითქოს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ძალიან კარგი თვისება არის, ძალიან კარგი არის მუშაობა, მაგრამ პერიოდულად ადამიანს სჭირდება დასვენება და დაასვენეთ საკუთარი თავი, დაასვენეთ როგორც მენტალური მდგომარეობა, ასევე ფიზიკური მდგომარეობა, ხო? გაუფრთხილდით ასევე გულს, თუ თქვენ ხართ რაღაც სპორტით დაკავებული, ცოტა გულს გაუფრთხილდით და ფიზიკურადაც აუცილებლად ცოტა მეტად დაისვენეთ. ნელ-ნელა შედიხართ ასეთ სტაბილურ ენერგიებში, ისეთ ენერგიებში, სადაც თქვენს რეალობაში შემოდის მეტი სტაბილურობა, მეტად გასაგები, სადაც ხდება აბსოლუტურად ყველაფერი თქვენთვის და ასევე დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს რეალობაში ჩაედება საფუძველი რაღაც ისეთ პროცესებს, რომლებსაც თქვენთვის საკმაოდ დიდი ბედნიერება მოაქვს და რომლებსაც თქვენთვის მოაქვს საკმაოდ ისეთი წარმატება, სადაც თქვენ ხარ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი, საკმაოდ ისეთი პიროვნება, რომელმაც ყოველთვის იცის სად მიდის, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა, ხო? და ამის გამო, რა თქმა უნდა, ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პერიოდულად ოდნავ რაღაც დეპრესიული ჩავარდნები იყოს, ოდნავ გადაღლილობის მომენტები იყოს, სადაც თქვენ ვერ ხვდებით სად მიდიხართ, რა გინდათ, როგორ გინდათ და ასე შემდეგ. მაგრამ მეგობრებო, სწორ გზაზე გახართ და გასაგები არის, რომ ტკივილს სჭირდება ამოშვება, ტკივილს სჭირდება დამუშავება, მაგრამ ეცადეთ, რომ მეტად კონცენტრირდეთ პოზიტიურ მოვლენებზე. მე იმას არ გეუბნებით, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ რაღაც თქვენი ტკივილი და ნეგატიური ემოციები ჩაკლათ საკუთარ თავში, ეს არავითარ შემთხვევაში არასდროს არ გააკეთოთ. ამოუშვით პირიქით, მაგრამ მეტად კონცენტრირდით პოზიტივზე, იმიტომ რომ თქვენს რეალობაში ძალიან ბევრი კარგი რაღაცაც ხდება და ძალიან ბევრ კარგ მოვლენასაც ედება საფუძველი. ასევე ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, მაგრამ აქ შესაძლებელია იყოს რაღაც ქორწილში დაპატიჟება, ან პირადად თქვენს კი შეიძლება ვიღაცამ ხელი გთხოვოთ, თუმცა ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ თქვენ მარტოსული ხართ, აქ რაღაც სასიყვარულო ურთიერთობას შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი. თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ, ურთიერთობის გამყარება, გასტაბილურობა ჩანს. კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? რაღაც ნოსტალგიური ემოციები, რაღაც ნოსტალგიური შეხვედრა შეიძლება იყოს აქ ძველ მეგობართან, ბავშვობის მეგობართან, ან ზოგადად რაღაც სასიამოვნო შეხვედრა, რომელიც აღგავსებთ ენერგიებით, მაგრამ კვირის დასაწყისში განსაკუთრებით გირჩევდით იმას, რომ აუცილებლად დაისვენოთ პირველი ვარიანტი. აუცილებლად. სულ ეს არის მეგობრებო და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ამოვიდა არკანი მზე. იცით, მეორე ვარიანტი არის ციტრინის სხვა, ციტრინი პირდაპირ კავშირში არის მზესთან, მეგობრებო, ეგოსთან. აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ძალიან ბევრ აღიარებას, თითქოს იგრძნობთ იმას, რომ ხართ ეგრეთ წოდებული main character-ი, ანუ მთავარი პერსონაჟი თქვენი რეალობისა, თქვენი ცხოვრებისა, თითქოს სხვების რეალობაშიც კი მთავარი პერსონაჟი ხართ, აი რაღაც ასეთ მდგომარეობასაც ვხედავ აქ.
ძალიან ბევრი ყურადღება მოდის, ძალიან ბევრი სასიხარულო მოვლენაც მოდის ამ ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან დიდი სიმყარე, ძალიან ბევრი სტაბილურობა, ბევრი ყურადღება მოდის. ერთადერთი გაგაფრთხილებთ იმასთან დაკავშირებით, რომ თავში არ აგივარდეთ. ძალიან მარტივი არის თავში აგვივარდეს ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის სამყარო საკადრის პასუხს გვიბრუნებს. ამიტომაც ნუ ფიქრობთ, რომ ხართ სხვებზე უკეთესი, სხვებზე მაგარი და ასე შემდეგ. შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით. თასების პაჟი. ნახეთ კონკრეტული ადამიანი გამოვა თითქოს კონტაქტზე. ვიღაც ადამიანი გამოდის კონტაქტზე თქვენთან, რომელმაც ადრე გაწყენინათ, ან რომელმაც ადრე გიღალატათ, გადაგაგდოთ, ჟარგონს გამოვიყენებ. რომლისგანაც ამას არ ელოდებით და თითქოს ეს ადამიანი მოდის ახლა რაღაც დადებითი განწყობით, მონატრებით, სინანულით, მაგრამ თქვენ ამ ადამიანს ძალიან საკადრის პასუხს გასცემთ. ძალიან საკადრის პასუხს გასცემთ. თქვენი არაკეთილის მსურველები მოდიან მეგობრებო, რაღაც აღიარებებით და რაღაც სინანულებით, რომ აი ბოდიში, მაპატიე, მიმიტევე ხო, მაგრამ თქვენ ძალიან საკადრის პასუხს გასცემთ და თქვენში აქ იღუძებს ასეთი სამართლიანი პიროვნება, ძალიან თავდაჯერებული და ძალიან ეშხიანი პიროვნება, ძალიან ცეცხლოვან ენერგიებში გხედავთ მეორე ვარიანტი. პლუს ამასთან ერთად აქ სავსებით შესაძლებელია იყოს რაღაც სტატუსის ზრდა, რეპუტაციის ზრდა, კარიერული ზრდა. იგრძნობთ აუცილებლად, აი ეგოს მომენტები მოდის ძალიან ბევრი, რომ იგრძნობთ, რამდენად სჭირდებით ადამიანებს, რამდენად უყვარხართ. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში და მე არასდროს არ ვიტყვი ისეთ სისულელეს, რომ ეგო აუცილებლად უნდა მოკლათ, ჩაკლათ, გაანადგუროთ და ასე შემდეგ, ხო? ყოფო უტიროთ. არა, არასდროს არ გეტყვით ამას, იმიტომ რომ ეგო, ჯანსაღი ეგო აუცილებელია ადამიანისთვის. სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, მათ შორის ეგოსაც. დიახ, ეგოსაც აქვს თავისი ადგილი. ეგო ჩვენ გვასწავლის ჩვენს პირად საზღვრებს, რომლებსაც თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში გადასარევად წარმართავთ, მაგრამ აი ეს რისკიც არსებობს, რომ თავში არ აგივარდეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავში არ აგივარდეთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენს იდეებს, თქვენს აზრებს, კარგი იქნება თუ ჩაიწერთ კიდევაც. აქ თქვენ გექნება ძალიან ბევრი სასიცოცხლო ენერგია იმისათვის, რომ გააკეთოთ რაღაც ისეთი, რისთვისაც აქამდე არ ყოფნიდათ გამბედაობა ან არ ყოფნიდათ რესურსები და ასევე ბუმერანგთან დაკავშირებით გელოდება ძალიან სასიამოვნო ამბები, რომ ვიღაცეებს აქ ბუმერანგები უბრუნდებათ. და პრინციპში თავდაპირველად როგორც გითხარით, აქ ვიღაცეები გამოდიან აღიარებით, რომ აი იცი მე ისევ ნანობ, ადრე რომ ეგრე მოგეკეცი, ან ადრე რომ ისევ ქენი, ან ესევ ქენი. ხო, აი რაღაც ეგეთი მომენტები იკვეთება. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები, ბედნიერი ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.